დღეს მართლაც მოვამზადებ ჩემი გემოვნებით სკოლისთვის, ავურჩევს საკანცელარიო ნივთებს ბიბლში და ის ჩემს არჩეულ ნივთებს შეაფასებს 10 ბალიანი სისტემით. მზად ხარ? კი. წავედით. როგორც კი შემოვედი, ეგრევე დავინახე ულამაზესი სკოლის ჩანთა, ლანჩ ბოქსის ჩანთა და ეს წყლისთვის მგონია რომ ძალიან მოეწონება. 10-დან 10 დამიწერს ამაში, იმიტომ რომ თავისი საყვარელი ფეხბურთელების რვეულები ავურჩიე. ესეთი პენალი ვიპოვე, რომელიც მგონია რომ ძალიან მოეწონება. შიგით არის ყველა საჭირო ნივთი, რაც კი შეიძლება რომ დასჭირდეს სკოლაში. ფლომასტერები, ფანქრები, საშლელი, სახაზავი. მგონია რომ ამაშიც 10 ქულას დავიმსახურებ. აი ასეთ საინტერესო კალმებს დავამატებ. ბოლოს 3 სასკოლო ნივთი, დასაწერი სტიკერები, მაკრატელი და რა თქმა უნდა ულამაზესი ბლოკნოტი, რომელიც მთელი წელი ეყოფა. ეხლა კი შეფასების დროა. ვაიმე, ძალიან ლამაზი ჩანთა. უჭვერი 10-იანს ვუწერ, იმიტომ რომ უბრალოდ ულამაზესია. ეს მგონი ლანჩბოქსია და ძალიან ლამაზია ესეც. ვაუ! ნახეთ, საჭმელს და რაღაცებს ჩადის. აუცილებლად ვუწერ 10 ქულას, იმიტომ რომ ულამაზესია. საღებავები. მე ხატარი მიყვარს, მაგრამ კაია და ამას დავუწერ 8 ქულას, მაგრამ მაინც კაია. შემდეგი ესეთი პენალია, ვარდისფერია და ძალიან მომწონს. ვაუ! ამას მე დავუწერ 10 ქულას, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა ესეც. თერმოსი, ჩანთა ლანჩბოქსი და ეს თერმოსი, ანუ ძალიან ლამაზი ერთნაირ ფერებშია და 10 ქულას ვუწერ ამასაც. ეს არის საქართველოს ნაკრების რვეულები, ძალიან მიყვარს ეს უყიდლობ ხოლმე და 10 ქულას ვუწერ ამასაც, რა თქმა უნდა. სახატავი რვეული და ვუწერ 10 ქულას. სტიკერები, ძალიან საყვარლობა, ჰარი პოტერის რაღაცები ახალია და ძალიან კაი 10 ქულას ვუწერ ამასაც. მაკრატლები, მანანა შეცდა. მე მარჯვენე ვარ, ხვდებით? ეს დიდი არ უნდა ქონდეს, ერთნაირი უნდა ქონდეს რა. 900-ს დავწერ 900-ს რა. ნახეთ რა ლამაზია. სამივეს ვუწერ 10 ქულას. უდიდესი ბლოკნოტი, დავალებები რო ჩაუწერო, ალბათ ეგეთი რაღაცებში უფრო გამოვიდგებ და 900-ს დავუწერ რა. საბოლოო ჯამში მე მანდ ვუწერ 10 ქულას, რადგან ძალიან მაგარი რაღაცები ავირჩია.